მოგესალმები. დღემ შვიდობის, აი ვაცად, ეხლა რა სიტყვის და მე განსხვავებულს ვიტყოდი. რატო სასწაულად გამოიყურები? მადლობა, ულამაზეს გამოიყურები და ყველას უსურებ ლამაზ წარმატებულ შვიდ და ბედნიერ დღეს გისურვებთ მეგობრებო. კვირას, მეგობრებო, დღეს არაჩვეულებრივი ამინდია. მე როგორც დავიწყებთ ორშაბათს, ისე გაგრძელდება მთელი კვირა. აბა რა და მე ყოველთვის ამბობ, არავინ არ თქოს ორშაბათი მძიმე დღეა. არა, არაჩვეულებრივი დღეა, საწყისია, სხვადასხვა სულ მახსენდება ოტიოსელიანი ორშაბათ დღეზე, იმიტომ რომ იმას საქმე თქვა, ორშაბათი როგორ შეიძლება მძიმე დღე იყოსო, ახალი დღის საწყისია, კვირის საწყისიაო. აბსოლუტურად მე მეც მიყვარს ორშაბათი ნატუკა. ეხლა იცი რა არის დღევანდელი? მე ხო კიდე ერთი მიზეზი მაქვს ორშაბათი რატომ მიყვარს, მაგას მეორე ბლოკში, მეორე ბლოკში, კი ბატონო. დღევანდელი ჩვენი პირველი ბლოკის თემა არის ძალიან საინტერესო. ვიღაცა შეიძლება სკეპტიკურად უყურებს ამ თემას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასტროლოგია ძალიან ახლოს არის ჩვენთან, ძალიან. ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ ჯერა. მოდი იცი რა გავაკეთოთ, დღეს გავიგოთ ასტროლოგიის ნიშნების მიხედვით, ვინ როგორი დედამთილია და ვინ როგორი რძალია. ვინ როგორი რძალია. სიძეები და სიმამრები არ გვაინტერესებდა მამამთილები. ორშაბათს არა, შემდეგ ორშაბათს გავიაროთ ერთ თემა. იცი რა არის, ეს არის მარადიული თემა, ყოველთვის არის, რომ როგორი დედამთილი იქნები, მე კიდე კაი დედამთილი ვიქნები, მოიცა. არა, სიდედრი იქნები. ხო, მე სიდედრი ვიქნები. ფათასური პრისას სიდედრი იქნები, ჩემო რა. არა, ძალიან უშუალო სიდედრი ვიქნები. მართლა? ნახოთ. მოკლედ, იცი რა არის, ეს ყოველთვის თემა არის და მე ყოველთვის მომწონს ის ადამიანები, რომლებიც დედამთილს როგორც აი მეგობარს ოჯახის წევრს ისე იღებენ, ძალიან კარგი ურთიერთობა. მე მაინც გონია რომ დროს ყვება ყოველთვის ეს ურთიერთობა იყო, როცა ვიღაცას ევალებოდა კიდეც რომ დედამთილის ის დედა დაეძახებინა. ეგ დედა დაეძახება ცოტა თურქულია. აი ამაში საქმე, ვიღაცა ნამდვილად გულწრფელად იღებდა შვილად და იქედან დაძახებული დედა გულწრფელი იყო. ვიღაცა ძალით აკეთებდა ამას და პოზა იყო. ამიტომ დროსთან ერთად იცვლება ვფიქრობ შეხედულებები და ურთიერთობები. და კიდე ისიც იცვლება რომ რას ნიშნავს, ვიღაცა ამბობს ჩემთვის კარგი დედამთილი არის. რას ნიშნავს ვიღაცისთვის რაღაცა ასე ვთქვათ ეს არის კრიტერიუმი რომ აი ესეთი უნდა იყოს დედამთილი და კარგია, ვიღაცისთვის რაღაცა სხვა. ხოდა შორის მაინტერესებს ყოფილ რძალ დედამთილებს შორის ურთიერთობები როგორ გრძელდება ძალიან თბილად, მან თუ არის ჰოროსკოპი რამე შუაში. აი უნდა ვკითხო ჩემ დედამთილთან გარდაცვლილი არის. ამჟამად ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მეგობრული. ყოფილ რძალ დედამთილს. ხოდა შორის თქვენ თაობას ძალიან ხშირად ქონდა მსგავსი ურთიერთობა ყოფილ დედამთილებთან და მამამთილებთან და ძალიან სასიამოვნოა. დღეს ხოდა შორის ბევრს უკვირს ვიღაცების რომ უკითხავთ რომ ყოფილ დედამთილთან მაგარი ურთიერთობა აქვს უკვირთ და არა და ძალიან ჩვეულებრივი იყო ეს ყოველთვის ჩვენთან განსაკუთრებით. აბსოლუტურად გეთანხმები. ხო და მოდი ახლა მოვიწვიოთ ბათუმელი. ხო და შენ მოიწვიე. სასწაული გოგონა, ესე იგი ასტროლოგი, ტაროლოგი ხატია ძნელაძე, გოგონა რომელიც ძალიან შემიყვარდა. აი პირველ რიგში იმიტომ რომ ბათუმელია, მე იმიტომ რომ სასწაულად პოზიტიურია და პროფესიონალი თავის საქმის. კი ბატონო, გეთანხმები. გამარჯობა, მოგესალმებით. კარგი. ლამაზად გამოიყურეს. უღრმესი მადლობა, თქვენც აი ბრწყინავთ ისე კარგად გამოიყურებით. ხატია. დედამთილები და რძლები. ხო, აი ძალიან ეს საინტერესო და ცოტა ისეთი სენსიტიური თემაა ზოგ ადამიანისთვის და მოდი ახლა განვიხილოთ დეტალურად და ასტროლოგიის მიხედვით ზოდიაქოს ნიშნები. კი ბატონო. ასე ქრონოლოგიურად რომ მიყვეთ, პირველ რიგში უკეთრავად მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ვუსურვებ წარმატებულ და ბედნიერ დღეს და სასიამოვნო განწყობას. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს რო განვიხილოთ, პირველი დავიწყოთ ქრონოლოგიურად ვერძი. ზოგადად იქიდან გამომდინარე რომ ვერძი არის ცოტა ისეთი პირდაპირი, ისეთი გამჭრიახიც და ამავდროულად ცოტა ცბიერი, ანუ ცბიერი არა იმ თვალსაზრისით რომ ძალიან ჭკვიანი ქალები არიან, შესაბამისად შეიძლება რომ აი დიპლომატები უფრო არიან, ესე იგი ცბიერი კი არა დიპლომატები. ხო, კი, უნდა კარგი შენიშვნაა, შესაბამისად. შენიშვნა არ არის. ხო. შესაბამისად ძალიან ისეთი პირდაპირი, უშუალო და ძალიან კარგი კავშირი შეუძლია დაამყაროს თავის რძალთან, ასევე ისინი არიან, ოღონდ ცოტა უყვართ აი საქმეში აი ზედმეტად აი ჩაკირკიტა, ხო, ჩაკირკიტება, უყვართ ის რომ აი ჩაერიონ იკითხონ, აი შეიძლება ეს რძალს არ მოეწონოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად რატო ერევან, რაღაც ზოგს ქონდეს ეგ პროტესტი, მაგრამ შესაბამისად მას ეს უწყინარად და ეს რაღაცა გულღიად მიაჩნია, რომ ესეთი ჩარევა მოახდინოს თავისი რძლის თუ შვილის კომუნიკაცია. რატო ერევა? იმიტომ რომ დაეხმაროს თუ იმიტომ რომ აინტერესებს? აინტერესებს, უნდა რომ დაეხმაროს და ასევე უნდა რომ აი გულწრფელად აი უნდა რომ აი თავის სიანებს აი გულწრფელად დაეხმაროს და რაღაცნაირად გულწრფელი დახმარება გაუწიოს. ძალიან შეუძლია რომ კარგი კომუნიკაცია ჩამოაყალიბოს რძალთან, ასევე იმდენად ადეკვატური და პირდაპირი და ეს რაღაცა მხიარული განწყობა შემოიტანოს ოჯახში, რომ ნებისმიერი რაღაცა ჩვეულებრივი დღე კარგ დღესასწაულად აქციოს. ბოდიში
აქვე ჩაგეკითხები რაზე იცი. ესე იგი ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ განსაკუთრებით მამაკაცებმა, როდესაც შეარჩევენ საცოლეს, რომ დედის ჰოროსკოპს შეურჩიონ საცოლის ჰოროსკოპით, ანუ გარდა იმისა, რომ თავის თავს შეურჩიონ ჰოროსკოპით, ესე იგი ძოლი. პლუს დედას უნდა გაითვალისწინო, ხო? ის მან როგორ ხდება, ზოგადად მე მგონია, რომ როდესაც ადამიანი განვითარებული ხარ, შენს თავს იცნობ და შესაბამისად, ანუ ჰოროსკოპით შეგიძლია ჰოროსკოპზე მაღლა დადგე, ყველანაირ მდგომარეობაზე მაღლა დადგე და სეპატივი შენ შვილსაც, შენს რძალსაც და ადეკვატური კომუნიკაცია დაიკავა ყველაფერში. მე ვფიქრობ, როდესაც იცი პირობითად, რომ შენი სიტყვაზე დედამთილი არის რაღაც არც რა ვთქვით ახლა. ტყუპი კარგი. პირობითად ტყუპის ხასიათი, ხო იცი, ქალი ტყუპის ხასიათი და იქიდან გამომდინარე შენ უკვე მზად ხარ, რომ რაღაცნაირად. მოდი ახლა ამ სოს დავარღვიოთ რიგითობა, მაგრამ მე გავაგრძელოთ. ნატუკას შენ რა ხარ ჰოროსკოპი? აი სასწორზე ვთქვათ უწევ და აი მაგალითად სასწორებზე სასწაულები ვართ, არა ჩვენ. ნეგა მოდი დამშვიდი. სასწორებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, უყვარს თანასწორუფლებიანობა. როდესაც სასწორთან გაქვს კომუნიკაცია, ის არასდროს არ დაარღვევს ბალანსს, შენ თუ არ დაურღვე და ესე არ გადახვედი დაუკრებაში და შესაბამისად, როდესაც სასწორთან გაქვს კომუნიკაცია, ის ყოველთვის მზად არის რომ შემოიტანოს ხიარულება, მეტი ელფერი შეძინოს. ეს სასწორი უბრალოდ სასწორი. მე ვამბობ როგორც სიდედრე როგორი იქნება. ცოტა ჩამოუყალიბებელი ხასიათი აქვს სასწორებს და აქედან გამომდინარე, ერთ დღეს როდესაც შეიძლება რომ ძალიან მხიარულ განწყობაზე დაგხვდეს, მეორე დღეს შეიძლება ის რაღაცა მოდუნებულ და ეს თავის თავს სიძერა ჰოროსკოპის უნდა ყავდეს, რომ გაითვალისწინოს შვილმა. მე მგონია რომ ნატუკას ნებისმიერი ჰოროსკოპის მიხედვით ნებისმიერი ადამიანი შეეწყო იმდენად კარგი ადამიანი. აბა, დაიმახსოვრე, კარგად დაიმახსოვრე. გადავრჩით, გავაგრძელოთ ხათია ბოდიში. ეხლა განვიხილოთ შემდეგი კურო. კურო ზოგადად იმდენად ეს სამზარეულოსთან და კულინარიასთან აქვს კავშირი, რომ აი ცოტა ის არესიამოვნო შეიძლება, რომ აი კულინარიაში შეეწილო რაღაცა ის აი თვითონ უნდა განაკებდეს ამ სამზარეულოს, თვითონ უნდა იყოს რაღაცნაირად სამზარეულოს შეფი და აი შესაბამისად მისი სიყვარულიც და კუჭიც გადის ცოტა ესე კუჭთან და ჭამასთან. შესაბამისად აი არასდროს არ მოგაკლდება, როდესაც კურო დედამთილი ყავს, კარგი საჭმელი დედამთილი რა. ძალიან გემრიელობები რო გემრიელობები რო ხდება და ასევე უყვარს აი რაღაცა თავის დაალაგებულ გეგმას რომ იყვება. ანუ არ უყვარს ეს გეგმა რო აქვს არეული, მაგალითად ტყუპებს ან სასწორს თუ რაღაცა თავისუფლად შეუძლია რაღაცები განსაზღვროს, აი ამ დროს აქ კუროსთან ცოტა სხვაგვარად არის, რომ აი ეს რაღაცები უნდა დააბალანსო და აი დაგეგმილი გეგმის მიხედვით უნდა მიყვეს ცხოვრება და თუ ეს ამას ვინმე აურევს, თუნდაც რძალი, თუნდაც შვილი, ეს ცოტა შეიძლება არ ესიამოს რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნებები შეიქმნას. თუმცა ძალიან კარგი და ესეთი შესანიშნავი დედამთილი შეუძლია იყოს ნებისმიერ ადამიანს, მე ასე მგონია თუ ის შინაგანად არის თავისუფალი და ბატონო გეთანხმები წავედი. შემდეგი ნიშანი არის ტყუპები. როდესაც საქმე ტყუპებს ეხება, იქ არ არსებობს, არ გაგვახსენდეს ზეიმი მხიარულება, რაღაცა ჭკუამხიარული განწყობა და რაღაცა ელები ჩამოწია დედამთილებზე ალაპარაკი. თუმცა ეს ყველა ტყუპს ასეთი თვისებები გაქვს, ამიტომ რაღაცნაირად ესე აბალანსებს. სიდედრე მყავს ტყუპი, გესმის და შესაბამისად მაინტერესებს ახლა ჩვენი თანხმედრა რამდენად არის. შესანიშნავი. ფანტასტიკურად და ასია. აპრული განწყობა შეგიძლიათ შექმნათ და მოგიკითხავ სიყვარული თქვენ ციდაზე. გაურება არა აქვს ტყუპებს? კი, აი როგორც სასწორს უწონასწორობა ხასიათში ამ შემთხვევაში. კი, აი ზუსტად ეგრე როგორც სასწორს, ასევე ტყუპებს აქვს. შეიძლება ერთ დღეს ძალიან მხიარულ განწყობაზე იყოს, მაგრამ ერთ საათში იყოს რაღაცა თავის თავში ჩაკეტილი, რაღაცა მარტოყოფნა უნდადეს და ასევე მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ამბობენ, რომ ტყუპებს უყვარს ეს რაღაცა მხიარულება და ეს რაღაცა არ უყვარს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უყვარს ამ დროს, როდესაც უდღვევენ პირას, როდესაც მას უნდა რომ იყოს მარტო. შესაბამისად, აი ეს ბალანსი თუ დაცული იქნება, ძალიან კარგი და მშვენიერი თანწყობა შეიძლება რომ მანდაც მოხდეს ძალსა და დედამთილს შორის. შემდეგი ნიშანი გახლავთ კირჩხიბი. ზოგადად კირჩხიბები იმდენად სენსიტიურები, ემოციურები, აი ძალიან მოწყვლადი ნიშანია ეს კირჩხიბი და თუ ისე იღებს თავის რძალს, როგორც თავის შვილს, მაგრამ აი აქ ცოტა ისეთი დარღვევა არ უნდა მოხდეს. თუ თავის შვილს დაინახავს, რომ რაღაცა თავის რძალი ცოტა არ ექცევა ადეკვატურად ან რაღაცა შეიძლება ნებისმიერ დედას არ ესიამოვნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კირჩხიბი შეიძლება რომ მაქსიმალურად იქცეს უცებ რაღაცა ურჩხულად. ხო, რაღაცა მონსტრად, რომელსაც ახლა ეს ხუმრობით, მაგრამ
აი რომელსაც შეუძლია რომ თავისი შვილები დაიცვას პლანჩებით და ანუ ყველაზე ასე ვთქვათ, აი სენსიტიური და პარალელურად აი გადაფოფრილი და მოსიყვარულე არის შვილზე ესე. კირჩხიბი არის, თუმცა აქვე დავამატებ რომ აი შეიძლება ვიღაცას არ ესა დაგებოდეს სასწორი იყოთ, მაგრამ თუნდაც სასწორისთვისებები არ ქონდეს. ეს იმას რომ პირადი რუკა უნდა განვიხილოთ და პირადი რუკის მიხედვით იქნება ყველაფერი განხილული. აი ძალიან კარგი კულინარია ასევე კირჩხები. აი შეიძლება საწოლში მოგართოს საჭმელი, შეიძლება რაღაცა იმდენად მიგიყოს, რომ აი მთელი გული და სული მოიტანოს შენამდე, მაგრამ აი იქ უკვე სადაც მის პირად რაღაც შვილს რაღაცა ცოტა წითელი სიგნალია ენთო, მაგის შეიძლება. ხო, შეიძლება. დავით კირჩხები. დავით ანუ ავედი შემდეგ. კირჩხების შემდეგ ანუ ქალწული. ასე იგი ქალწულებს შეუძლიათ იდეალურად მოაწესრიგონ გარემო, აი არა მარტო გარემო, აი სულშიც რომ მუდმივად სიმშვიდე ქონდეთ და აი თავის რძალთანაც მუდმივად ისეთი მეგობრული და ის ადეკვატური განწყობა შექმნას, რომ აი არც რაღაცა ნებისმიერი აი ცუდი განწყობით, აი შეუძლია რომ ყველაფერი ადეკვატურად მიიტანოს თავის რძლამდე და ეს ყველაფერი რაღაცნაირად სწორად იყოს წარმოჩენილი მათ შორის. ძალიან პედანტიც, ასევე მოწესრიგებულს ვიტყოდი და შესაბამისად ამ მოწესრიგებულობასთან ერთად თავისი სულიერი სიმშვიდე მისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ქალწულს ქალწული რო შეხვდეს რძალი. როარ შეხვდეს, რო პედანტი და პედანტი. პირიქით როარ შეხვდეს. მე მგონია რომ ქალწულს შეუძლია რომ აი ძალიან კარგად მოიტანოს შენამდე სათქმელი. აი ზოგადად ბუნებით მშვიდი და ძალიან გაწონასწორებულები არიან ქალწულები და თუნდაც არ იყოს ესეთი პედანტი და იყოს ქაოსური თავის რძალი, ისე მშვიდად და ლამაზად მიიტანს სათქმელს, რომ აქ პრობლემა ამ შემთხვევაში მე მგონია რომ გამორიცხულია. თუ რა თქმა უნდა, ახლა სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან არ გვაქვს შეხება, სხვადასხვა ადამიანები არიან. სასწორები უკვე ვთქვით და ახლა გადავახტით სასწორების შემდეგ. სასწორების შემდეგ მოდის მორიელები. ხო. ან აქ ცოტა ეხლა გაცვმდით და აცადეთ. ხო, აი მორიელს რაც შეეხება, აი როგორც ეხლა ცუდი გაგებით არ ვარ, მაგრამ ასტროლოგები მოიხსენიებენ ხოლმე უბეში გაზრდილი გველი რაღაცნაირად, აი ცოტა არ იყოს ესეთი ნიშანი, აი როგორც მოექცევი, ისე მოგექცევა. მაგრამ აი აქ საქმე იმასაც ეხება, რომ აი თუ მაგალითად ისე თვითონ აი რა ხასიათზეა მაგის მიხედვით მოგიდგება რა. აი ვერ გაიგებ ხა მორიელს რა დროს რა შეიძლება გაუხარდეს, რა ეწყინოს, მაგრამ თუ რა თქმა უნდა განვითარების ტიპებსაც შეეხება სამი ტიპის მორიელი არსებობს და თუ მაღალ განვითარებადი მორიელია, საერთოდ არასდროს არ ჩაგერევა საქმეში, პირიქით სიკეთით და სიყვარულით იქნება გამჭვირვალე, მაგრამ ცოტა თუ აი ტარანტულის იმას შეეხებით, ცოტა ისეთი ანუ ფრთხილად ხათია ჩვენ ლომი გამოგრჩა. არ გამოგრჩა ლომი. ლომს ხო, ეხლა ლომს ეხლა მივალთ. ლომი რაც შეეხება ლომებს, თუმცა ეს მორიელებს არ ეწყინოთ, იმიტომ რომ რეალურად იმდენად სამართლიანები არიან, რომ მათი ეს განწყობა მუდმივად მაინც სამართლიანობისკენ არის მიდრეკილი და ეს თავის რაღაცა სირთულეებით მან მოდის, რომ აი სამართლიანობის წინაშე ეჯახებიან. ლომი დედაჩემია და აი, მოდი ლომი. აბა. ლომი განვიხილოთ. აი ლომს უყვარს ზოგადად ეს რაღაცა მეფურით, დედოფლურია ეს ლომი და როდესაც აი სამზარეულოში სახლში აი ყველგან უნდა იყოს პირველი. აი ეს უყვარს ეს რაღაცა რომ აქებენ, მუდმივად კომპლიმენტით ავსებენ და თუ აი მუდმივად აი მის ირგვლივ ვიტრიალებ და მის ირგვლივ ვიტრიალებს ცენტრი დედამიწის, აი ძალიან ადეკვატური და დედა მიყვარხარ შენს ირგვლივ ვიტრიალოს და დაეიტრიალო სამყარო მთელი ცხოვრება ჩვენგანაც მოკითხვა დიდი სიყვარული დედა თქვენ. და ისინი აი ასევე ძალიან კარგი კულინარები არიან, იმდენად გემრიელი, აი კულინარები არიან როგორც ყუროები, რომ აი ისეთ გემრიელ საჭმელს გააკეთებენ, რომ აი მთელი ცხოვრება შეიძლება გაგყვეს ეს გემო და ესე იგი ძლები სულ უნდა გამუდმებით ეფერებოდნენ ლომს. აი ხო აი ლომთან და მორიელთან ცოტა ისე უნდა აკეერიდი ამბავი რა. აი ლომი და მორიელი რო შეხვდეს დაუშვას რძალდამცილს ამბავს. აი ხო ანუ მანჩი მაგ შემთხვევაში ცოტა ესეთი რთული საკითხი შეიძლება შეიქმნას, მაგრამ როდესაც სიყვარულია და როდესაც პატივისცემა არის, მან შეიძლება რომ ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ლომსაც ხო ჯობია, იმიტომ რომ ლომსაც ეს მეფური ხასიათი აქვს, ეს დედოფლის პირველობა უყვარს, მორიელსაც ლიდერობა უყვარს და ახლა ეს ორი ლომს მაგალითად არ უყვარს და სამზარეულოში ვიღაც ერევა, ხო? ამ დროს ახლა მორიელსაც არ უყვარს და ვიღაც აი
საქმეში ერევა დაამტრო შეიძლება რომ რაღაც დისბალანსი წარმოიშვას, ამიტომაც ყველანი აიცალსალკე ლამაზად ვიდათ კემრიელა. საერთოდ ამბობენ რომ სამზარეულოში ორი ქალი კატასტროფა არის ისედაც, ხო და ეთქობა ეს ამოსულია ლომიდან და მორიელებიდან. ხო, რაღაცა ის საწყისიც ნახეთ. საიდან მოდის კონფლიქტი, მაგის პასუხი გავაკეთეთ, ხო. ვინ დაგვრჩა ახლა? დაგვრჩა ჩვენ თევზები. თევზები. და მერწყული. და მერწყული. ყველაზე მეტად სენსიტიური არის თევზები. ყველაზე აი მარტივად შეგიძლია მივუდგე, ყველაზე აი რაღაცა იმდენად ემოციურია, რომ მაქსიმალური ემოციით და აი სიფრთხილით უნდა მივუდგე, რომ აი არის რაღაცნაირად მისი ეს საზღვრებიც არ დაარღვია და აი იმდენად ეს თავისი ემოციური ბუნება, აი იმდენად ეს მოწყვლადი ემოციური რაღაცნაირად ცვალებადი ბუნება, ეს რაღაცა თავისთავად არ დათრგუნა და ასე შემდეგ. ძალიან კარგი დედამთილები არიან თევზებიც. შეუძლიათ რომ თავისი ეს მოგისმინონ, მუდმივად გაგიგონ და რომ ამბობენ ხოლმე რომ თევზებს ყველა ნიშნის წარმომადგენლის თვისება აქვს, ზუსტად მართალია, იმიტომ რომ შეუძლია რომ ყველა ნიშნის თვისება მოითქოს და როდესაც დაგჭირდება ნებისმიერ დროს გაგიგოს და ნებისმიერ დროს ესე რაღაცა შენს გვერდით იდგას. თევზებს არ აქვს, ხო გაურება ერთი ერთხარეს მიცურავს მეორე მეორე. თევზებს გაურება აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც საქმე დედამთილობას ეხება, მაგ შემთხვევაში არა დიდად. აი უბრალოდ თავარია რომ აი მისთვის არის თავარი რომ კარგად იყოს. დანარჩენს აი მოგისმენს, გაგიგებს, შენს სივრცეს არ დაგიგებს. არა მიმღვრიო წყალი ქვია. აი თავარია არის ხო. ეს სხვადასხვა თევზებს აქვს ის თვისება რომ შეუძლიათ რომ აი ისე გახსნენ შენი ცხოვრებიდან რომ უკან მოუხედავად რაღაცნაირად აი არც კონფლიქტით არც აი სიტუაციით თავისთვის რაღაცნაირად ხო ჭრდილში იქნება და არაფერს ზედმეტს არ მოიტანს ეს სირთულეს. აი რაც შეეხება მერწყულს, აი თავგადასავლები უყვარს ძალიან. აი ესე უყვარს ეს თავგადასავლები, რომ მუდმივად არის მზად, რომ აი იშოპინგო შენთან ერთად, ყავადალიო სადღაც კაფეში, აი იმოგზაუროს, რაღაცა ბევრი ფერადი ტონი შემოიტანო შენ ცხოვრებაში. კი, აი მერწყულ დედოფალ დედამთოს ეძახიან ხოლმე აი დაქალს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში აი რაღაცა იმდენად ბალანსია მათ შორის, რომ ეს ყველაფერი არ არის დარღვეული და ძალიან ეს რაღაცა ტანდემი ესე მიდის მშვიდად და რაღაცა ურთიერთგაგები, ძალიან თავისუფალია ასევე მერწყული. და შვილდოსანი. ხო, შვილდოსანი არ გამოგჩას. შვილდოსნები, ესე იგი, ეს შვილდოსნები არიან ძალიან პირდაპირები და ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგჯერ აი ვერ ხაი, ნახე ვერ უფიქრდება ზოგჯერ აი რას ამბობს. მისი უწყინარი ხუმრობა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მოწყვლადი და საწყენი, ხო, დამთრგუნველი და აი ამას აი ვერ ფიქრობს, აი მისთვის ცოტა რთულია საქმე, რომ მე ხომ გეხუმრე აი პირდაპირ გითხრა და შენ რატო გეწყინა, მაგრამ აი ვიღაცა შეიძლება ეწყინოს, აი კირშხიბი იყოს და ანუ მოწყვლადი იყოს და ეწყინოს. აი ძალიან მხიარულია ასევე შვილდოსანი და შვილდოსანთან ერთად ზღაპრული თავგადასავლები შეგიძლია რომ მოიწყო ცხოვრებაში. ამიტომ ნებისმიერ ნიშანს მე ასე მგონია, თუ შენ განვითარებული ხარ, თუ შენ პატივს წემ შენ შვილსაც და რძალსაც, ხარ ადეკვატორი და არასდროს არ დაუყრობ პირად სივრცეს არავის და ხათი ახლა ნახე რა მაინტერესებს. ამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახიფათო, საშიში, მოსარიდებელი დედამთილი რომელი ზოდიაქოს ნიშანია და პირდაპირ თქვი არ გვინდა ახლა. მოდი შევი. ეს რა არის, ყველაზე სახიფათო და რთული არის მაინც მორიელი და კურო. იმიტომ რომ აი ეს ორი ნიშანი არის განსაკუთრებულად აი რაღაცა თავისი სტანდარტებით აი რომელსაც ძალიან რთულად გადაათქმევინებ რაღაც საკითხებს და ვაპატიეთ, მაგრამ ნუ ეს ასეა, ცოტა რთული ნიშანია მორიელიც კუროს. აი მაგალითად ამბობენ ვერძიც სხვადასხვა ნიშნებს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ვერძსადან შეგიძლია რომ აი ადეკვატურად ისაუბრა ის სხვა ნიშნებსაც, აი ამათანაც, მაგრამ ამათ აქვს თავისი წესები, რომელსაც მხოლოდ თავისი სიმართლით მოქმედება. ანუ მათ უნდა მოერგო და სწორად დიპლომატი უნდა იყოს მათთან როგორც ქალბატონი სასწორი ჩვენის გადაცემით მზე და შესაბამისად აი მუდმივად უნდა ეგრე ეს რაღაცა დიპლომატიურად მიუდგე ადამიანს. როგორც სიდედრიც იგივე იქნება, ანუ? კი, მე მგონია რომ სიდედრიც შესანიშნავი და ძალიან მხიარული, აი არ ჩაერევა არავის საქმეში მუდმივად. არასოდეს არავის საქმეში, არამც თუ ჩემი შვილის საქმეში. და იმდენად კეთილები არიან სასწორები, რომ აი თვალებიდანაც კი მოიჩანს ეს რაღაცა. კი, თვალები კარგია. კი. კარგი, ხო ზედმეტები არის ახლა ეს. არა, არ არის ზედმეტი, მართლაც ეგ ეგრე. რძალი, სასურველი რძალი, რომელი არის?
სასურველი რძალი ზოგადად ისე გააჩნია რა კრიტერიუმით შევხედავთ ამ ყველაფერს. ახლა თუ ვიტყვით რა კულინარია, ეს ემოციური იცი რა ყველანაირი კრიტერიუმი ცოტა ყველაფერი უნდა გქონდეს კარგ რძალს. კი, მაგ შემთხვევაში საუკეთესო რძალი შეიძლება რომ ესე აღვიქვათ კირჩხიბები, ქალწულები, იმიტომ რომ აი მუდმივად აი მეოჯახეები არიან და აი სასწორებსაც შეუძლიათ რომ იმდენად აი გაუგონ ადამიანს, იმდენად აი მოწყვლადი ენერგია შექმნან და იმდენად აი შევიდეს ადამიანის მდგომარეობაში, რომ არც განსაჯოს იმის მდგომარეობაში შევიდეს, აუხსნას ადეკვატურად და არ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია. და პირიქით უხეში რძალი რომელია ყველაზე? ნუ გააჩნია აქაც ამ შემთხვევაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში აი როგორ ამბობენ ვარსკვლავები, ასტროლოგები. აი სირთულე ცოტა მორიელში არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოკლედ მორიელებო. მორიელებო ძალიან რთულები ხარ. ვარსკვლავები და დამოუკებელი ეს მუდმივად უკაცრავად. ენერგია მუდმივად ეს რაღაცა მძვინვარებს. ახლა მეც მორიელი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი დასაბალანსებელია ადამიანში. ესე იგი ნაპატიებია, რა ხარ შენ მორიელი ხარ? იცი რა ალბათ ყველაფერს აქ ნიშნობა რომელ წელს ხარ დაბადებული. შენ დაბადების რიცხვი სად იყო მაგ დროს თვარი და კი ამას ერთგვარი შეჯამება რა გამომივიდეს ხატიასთან ძალიან უკაცრავად. მე ვდით პატივს ყველას პროფესიას. მე უბრალოდ ხო არ ვიღაც სკეპტიკურად უყურებ თავის დავით. მე მაინც მგონია რომ ადამიანები უბრალოდ ერთმანეთში უნდა ვხედავდეთ ადამიანებს. ანუ მე ადამიანი ვარ, შენ ადამიანი ხარ, შენი საზღვარი გაქვს და უფლება გაქვს. რა თქმა უნდა, მე ჩემი. მოდი მივიღოთ ყველა მისდები ერთმანეთი როგორებიც ვართ და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, გაუღიმოთ მაშინაც კი როცა არ გვეღინება. და ვიყავოთ კარგი იმ ადამიანში, ხო? რა თქმა უნდა. მადლობა ხატიას სასწაული გოგოა. მოგეცი მადლობა თქვენ. გვიხარი ხარ ყოველთვის. თქვენ ალამაზებ საერთოდ გარემოს და მინდა რომ სულ ასე ბრწყინავდეთ და კარგად. მადლობა, ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ და ახლა რეკლამაზე გავიქცეთ და ძალიან მალე მოვალთ. მადლობა თქვენ.